როგორ ზანდებით მეგობრებო, გიჟივით გავაგზავნოთ After Effects-ის სწავლა. ესე იგი, წინაზე გავაკეთეთ ეს რაღაც დებილური ანიმაცია და დღეს კიდევ ერთხელ გადავდგავთ წინ ნაბიჯს და უკვე ტექსტებზე ვიჩალიჩებთ რაღაცებს. როგორ დავწეროთ ტექსტი, იმიტომ რომ Ocean-ში ტექსტი ხშირად გვხვდება ხოლმე უაზროდ თვალში. შესაბამისად, ჩვენ ვისწავლოთ რა იქნება გამოგვადგეს ჩვენიერ დღეს. მაგრამ მანამდე ნახეთ, აქ ძალიან ბარდაგი გაიჩნდა უცევდა. მოდი ეს გადავაწყოთ რა, ეს არის composition-ებში ჩავაგდოთ. და ეს ორი ფოტოებში. ტექსტზე სამ გადავალთ, უცებ აქედან ქვევით ახალი კომპოზიცია. ეს ყველაფერი იგივე, არ ვცვლით არაფერს. ოკეი, ეგ არის. ნახეთ ახლა რა თემა არის. After-ში სხვადასხვა გზით შეგვიძლია ტექსტის დაწერა. შევამოწმოთ ეს გზები. პირველი როგორც მახსოვს layers-ო დავაჭერთ მარცხენა ზევით. კი ბატონო, ტექსტ დავაჭერთ და ეგრევე შეგვიძლია რაღაცის დაწერა. დიდი მადლობა. მეორე ვარიანტი არის ქვევიდან მარჯვენა ღილაკს მაუსზე დავაჭერთ new და ტექსტი უნდა ეწეროს აქაც კი ბატონო. შვენიერ. მაგრამ ყველაზე მარტივი არის კლავიატურიდან ეგრეთ წოდებული shortcuts თუ გამოვიყენებთ. ზოგადად პრემიერში მაგალითად არის ტს რო დააჭერ კლავიატურაზე, ეგრევე იჩითება ტექსტის დაწერის ფუნქცია. სამწუხაროდ After-ში ეგ არ არის. ამისთვის უნდა დავაჭიროთ Ctrl+. არაფერი მოხდა? კი, აი ნახეთ Ctrl. ეხა ხო ჩვეულებრივი მაუსი არის. Ctrl++ დავაჭირე და ჩემი ეს რა მოიხოდა. ხო, ნუ ეს უნდა მეთქვა სპოილერი არის ეხლა. ესეც შეიძლება წერა. მაგრამ ნახეთ როგორ შეიძლება რომ შეცვალო, აი აქ ტექსტის ფონტი რო არის ზევით. მაგას დიდი ხანი რო დააჭერთ, შეგვიძლია ან ვერტიკალური წერა ავირჩიოთ, ან ჰორიზონტალური. იყოს ჰორიზონტალური, ესენი წავშალოთ ორი წამით. ჰორიზონტალური ეგ არის. ანუ სამი გზა არსებობს რა და ყველაზე მარტივი არის ჩემი აზრით, რომ Ctrl++ დავაჭიროთ. და ეგ არის რა. აღარ გვჭირდება 9 ადგილას შესვლა და პანჯვა წამება. ეხლა ნახეთ, ქვევით ტექსტს დაწერთ, იხოდება ლეიერი ეგრევე. ანუ რაღაცა რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ და რაღაცები გავაკეთოთ. ინგრედიენტი ასე ვთქვათ. ამის წაშლაც შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვნიშნოთ და delete ეგრევე. ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ტექსტს. ამ დაწერა ვისწავლით უკვე. ავირჩიოთ ეს, რასაც დავაჭირეთ, ანუ Ctrl+, ან შეგვიძლიათ აქაც მოხვიდეთ და მაუსით დააკლიკოთ და მე ეს ჩამოვა და რა ვიცი, დავწეროთ ნებისმიერი სიტყვა. მაგალითად ეს. და ნახეთ, მარჯვენა აქეთ მხარეს, აი ჩემს თავზე ზევით, გაიჩნდა ესეთი პანელი, ასე ვთქვათ, რავი. სადაც შეგვიძლია რაღაცები შევცვალოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ მარტივია ეს ყველაფერი, უბრალოდ საჩალიჩო. შესაბამისად, როცა ტექსტი გვაქვს მონიშნული, აქედან ნახეთ, ბორითო რო წერია. აქედან ზომა იცვლება ამ ტექსტის. აქედან იცვლება როგორც ჩანს არაფერი. აქედან წესით უნდა შეიცვალოს დაშორება ასობგერებს შორის. მოდი ცოტა გავზარდოთ ტექსტი კიდე. ხო, ყველაზე მთავარი გამოჩნდა ზევით, აი აქ შეგვიძლია შევცვალოთ ფონტი, ასე ვთქვათ. აბა გოთემი თუ არის აქ? არ არის სამწუხაროდ. ხო, რატომ მინდოდა რაღაც კონკრეტული ფონტის არჩევა? ზოგადად ყველაფერი არის იმაზე თუ როგორ მოუხდება ანიმაციას ესა ისა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნახეთ, ზოგ ფონტს აქვს კიდე ქვე კატეგორიები, რომელიც აქ გამოჩნდება, აი ზუსტად აქ. იმედია ჩანს ჩემი მაუსი. ამას რო დააჭერთ, მერე უკვე შეგიძლიათ უშუალოდ ფონტი კიდე რაღაც ფონტში შეიცვალოთ და რა ძალიან მაგარია. რეგულარი პრემიუმი არ ვიცი. რაც შეხება ქვევით ახლა. ეს გავიგეთ რომ ზრდის სიდიდეს, ეს გავიგეთ რომ ასოებს შორის, ასობგერებს შორის ადგილს, კი არა და სივრცეს, ნახეთ. ზოგი ფონტი არის რომ ერთმანეთს ედება ესე დებილებივით. შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ ეს. ქვევით ნახეთ fill რო წერია, ეს ნიშნავს თვითონ ტექსტის ფერს. მაგალითად დავაჭიროთ, არ ვიცი. დავაჭიროთ ეს ფერი. ლურჯი. ქვევით stroke რო წერია, ეს ნიშნავს stroke ნიშნავს აი ამ ასოებს ირგვლივ პერიმეტრი რაც არის, მაგის ფერის შეცვლა. ეხლა არ არის მონიშნული, მოვნიშნოთ. და მაგალითად მწვანე გაიჩნდა. კაი იყოს მწვანე რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შეგვიძლია stroke-ის სიდიდეს გავზარდოთ. და აი ზუსტად ქვევით რო დაიწერა, ნახეთ,
რომ გაიზარდა, ანუ გარშემოწერილობა რაც არის ასობიერების, მაგის ფერი იცვლება ჯიგრულად რა. იდეალური არის. ეს რა არის არ ვიცი. ხო, რაღაც პოზიციის თემები არის. ეს ხო არის ტექსტის ფერი, ეს არის stroke-ის ფერი. ანუ გარშემოწერილობა რაც არის. აქ მარჯვნივ ხატია, ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, რა ქვია, მაგრამ პიპეტკას რო გავს. რა შვება ახლა ეს? მაგას რო დააჭერთ, გაიჩნდება ესეთი პიპეტკა ასევე და შეგიძლიათ რომ გვერდზე ფოტო გახსნათ ან თვითონ ვიდეოში თუ არის რამე ობიექტი, რომლის ფერიც გინდათ რომ აიღოთ. რამდენს ვლაპარაკობ, მოკლედ ამას სადაც მიიტანთ, იმ ფერს აიღებს ეგრევე. აი მაგალითად ეხლა ხო აქ მაქვს, ნაცრისფერიანი. ნახეთ, ლურჯზე რომ მოვიტანო, ლურჯი გახდება, მწვანეზე რომ მოვიტანო, მწვანე. ანუ იმ ფერს იღებს, აი აქ ქვევით ლეიერი, აი აქ ხო წითელი არის, აი აქ რომ მივიტან ახლა, გაიჩნდება ესეც წითელი. მაგარია, ხო? კიდე რო დავაჭერთ, მოკლედ გახდება სხვა ფერი. აი კონტროლ-ს დავაჭიროთ ახლა. ქვევით რა ხდება? ქვევით, მეგობრებო, შეგვიძლია ესეთი რაღაცების შეცვლა. ან ესეთი აწელილი იყოს, ან ჩამოწერილი. ეს იქნება იგივე ოღონდ ჰორიზონტალურად, ანუ ესე გაწელილი, შეწელილი. ქვევით ტვები უწერიან. ხო, ეს პოზიციის ცვლილება არის. ეს წესით მარჯვნივ წაიღებს. ოღონდ ძალიან სახალისო არის, ხა. ეს უკვე ყველა პროექტს სხვადასხვანაირად ერგება, ასე ვთქვათ. შეიძლება ზოგს ესეთი მოწონდეს, ზოგს ესეთი. ეს თვლის ზომებს. აი მაგალითად, რა ქვია მას, all caps თუ რაღაცა, ყველა ასობგერა დიდი რო არის. მამეთ ესეც ყველა ეგრე არის, მაგრამ ხო ხვდებით. და ამით შეიძლება რაღაცეების შეცვლა. ქვევით უკვე პარაგრაფზე. ეს შეგვიძლია რომ ცენტრში გავცენტროთ, ასე ვთქვათ, და არ გაცენტრა რატომღაც. რაც თავარია, დავამუღამეთ, რომ ტექსტი იწერება, რაღაცების ცვლილება შეიძლება, ფონტებსაც ჯიგრულად შევცვლით, თუ დაგჭირდა იმ ფონტს გამოვიყენებთ, თუ დაგჭირდა ამ ფონტს გამოვიყენებთ და ქვევითაც ექსპერიმენტი არის მთელი ეს აპლიკაცია, სიმართლე რო გითხრათ რა. და რაღაცეები იცვლება მარცხენა მხარეს. კი არა და მარჯვენა მხარეს. ეს იყო და ეს. აბა ჰე